შევარჩიე 3 მოტოციკლეტი ჩვენთვის. CB300F, CB300R, CB350 RS. მე ამით წამოვა. ეგრევე საქმეზე გადასვლა. აბა გამოიცანი რა მოხდება ახლა. 3 ადგილი შევარჩიეთ. პირველი შენ, მეორე შენ, მესამე მე. 2-3 წელს იყო რა, თუ გახსოვს, წელსაც ეგ იყო რა. წელსაც თუ იყო სიახლე, მაშინ არა. მოტოციკლების მიმართულებით ვითარდებით და ვფართოვდებით. მიუხედავად იმისა, რომ სკუტი გვია ისევ. ხო, ხათაშორის კი სახელი ცოტა სკუტერისა. BMW G300R, BMW G300. GS და BMW G300R. ანუ ყველა 300-იანი ერთერთივე, ზოგადად მან სხვადასხვა ბაზაზე რა. მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ვაპატიეთ. შენი ეგეთი რომ ესეც ახალი მოდელი არის. მე დავდივარ და მე გადავადგილდები, მაგიტომ მინდა და ამის გამოჩენა. ოკეი, ეს აქციაზე. წინა წელს რო გადავკეთ CB200X, ეგ არის ოღონდ Hero და ცოტა უფრო ენდურო არის ვიდრე გზის. CB200X მე ძალიან მომეწონა. არ ვიცი თუ გახსოვს, მაგრამ კი დავაგდეთ ერთი სამჯერ. გზის ეს არის უფრო CB200X-ზე კარგად გამეყურება. მოკლედ რა გენაღლება რითიც გინდა დაждები წამოგი აქციაზე წამოხვა. просто ერთი ეგ არის რომ აქციის მაგირად რამე კარგზე რო ვიაროთ ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ცოტა მძიმე ფონი არის ქვეყანაში. ეს გავიაროთ რამე კარგზე. წავედით. მაგრამ დღევანდელი ფოკუსი არის Honda-ზე და მართლა Honda-ს ვიდეო გვაქვს დღეს. იცით, რაღაც 3700 ლარიდან დაწყებული, 12000 ლარამდე დამთავრებული და ეხა უფრო მეტად 300 კუბიანების კატეგორიით გავუვლით და გავისაით. შვენიერი წავედით. ყველაზე ესეთი მაღალი კომპლექტაციის მოტო. ხო რა, აი რაღაცნაირად ვიგრძენი რა წინასწარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად არის 286 კუბი, ზავის მოცულობ ყველაზე ნაკლები. ეს არის ცხენის ძალებით ყველაზე მეტი არის, იმიტომ რომ ცხენის გაგრძელებაზე უფრო მაღალ აბაროტზე მუშაობს. სხვა შორის მეორე ადგილზე არის CB300F, რომელიც ზეთის გაგრძელებაზე მუშაობს და კიდევ უფრო მეტ აბაროტზე მუშაობს, ვიდრე CB350 RS, რომელიც უფრო ესე ძველებური ძრავია. მოტოცველებური არის და შესაბამისად ცხენის ძალებში რაღაც 20 და რაღაცა არის RS, 24 და რაღაცა არის CB300F და 30 და 8 არის. ყველაფრისგან განსხვავებით რაც მე მყავს საჭეს ბოლომდე რომ დაკეცავ წრეზე დადი, ანუ ძალიან დიდი კუთხე აქვს მოხვევის. ეს ძალიან კაი ტიპია. მაგას ჩემი აზრით ძალიან კარგი ამ CB300R-ს მაგაშენაზეც იხარ. აქვს ძალიან კაი weight to power ratio რა. ამ სუბუქია, ამ სამიდან ყველაზე მსუბუქი ეგ არის. თავიდანვე კაი ძალა აქვს. ხო, მაგრამ ყველაზე მაღალი თორქი აქვს უფრო მაღალ აბაროტზე. ამერიკთან შედარებით, დანარჩენთან შედარებით. ზევით უფრო მეტია, აი იმედია მოგვეცემა ის. ზევით უფრო მეტია. საშუალება იმისი, რომ ეგეც დავტესტოთ. ვარა, ლამაზია. ძალიან კაია ხო არ გადავა. რეალურად თქვათ, რომ მოტოსეზონი მოვიდა. აუ, კი, თამამად. მე კი მთელი ზამთარი მოძრაობ მოტოციკლით. მეც. ჩემთვის პირველი ტრანსპორტი არის. მაგრამ ეს ხეები რო ყვავილობს ხოლმე უკვე და კაი. ვიზუალი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ლოსტის თბილია. რასაც ვერ ხვდებიან მანქანებზე რა და მოტოზე ძალიან მაგრა იგრძნობა და ჩანს არის ის რომ უფრო მეტი მხედველობა გაქვს მოტოციკლეთზე რო ზიხარ. და უფრო წვრილი ხარ ბევრად. რის გამოც უფრო თამამი ხარ. დღეს იმიტომ წამოვედით მაინც და მაინც ამ ტრანსპორტით. თუ არ ვწდები, თუ ვწდები მითხარი გია. მთელი მუღამი ეგ არის რომ ეს სამივე მოტო არის ქალაქის სტრიტებია და არის განკუთვნილი ზუსტად იმაზე, რასაც დღეს ვიზავთ. კი ბატონო, ზუსტად. ასეა. თუ რამე სხვა კრიტერიუმით არჩია და მიმალა. კრიტერიუმი კიდევ ის იყო, რომ ჩვენს რაღაც უფრო დაბალყუბიან სკუტერებს, კი და მოტოებს უკვე ბევრი იცნობს. FZ მაგალითად არის რაღაც ეს კლასიკური ვარიანტი დაბალყუბიანი მოტოების, რომელიც ძალიან პოპულარულია ჩვენ ქვეყანაში. და აი 300 კუბიანი, ხეს ნელ-ნელა ხო იცი რა ეს სკუტი ვზრდით იმებს, საქმე ძრავის მოცულობებს და ეხა ვართ რაღაც აი ამ დონეზე. თუმცა წელსვე გვექნება 2 ცილინდრიანებიც და ცოტა უფრო დიდძრავიანებიც და ჯერ არ დაგასპოილერებ. ოკეი, არა და შენ რა თქმა უნდა ერთ-ერთი პირველი გაიგებ მაგის შესახებ. ჩემი მოტო ძალიან კარგად გაქვს შერჩეული, თქვენი არ ვიცი რანაირია, მაგრამ მე ალბათ მეტყობა კიდევაც, რომ არა ვარ უკმაყოფილი.
სხვათა შორის CB300-ზე, რაზეც შენზე ხარ და ესე ძალიან მოგწონს, გვაქვს ახალი ფასი, გაიაფთა მაგის ფასი საერთაშორისოდაც და გაიაფთა ჩვენთანაც. გეტყვი ხა ზუსტ ფას 11880 ლარი ღირს. ისე და 4000 დოლარი გამოდის თუ 11000? დაახლოებით ესე $4000 პარკებში. $6000-მდე ღირდა, ძალიან დიდი სხვაობა არის ფასებში და რაოდენობაც მოუმატეთ. აქამდე ჩამოყავდა ხოლმე თითოეულა და ეხლა წესით უფრო მეტი გვეყოდება. რა საყვარელი სიგნალი. ძალიან გაიზალა აქ ამას. ერთ ცილინდრიანის ყალობაზე ჩემი აზრითაც ძალიან ნორმალურია. კი, ერთი ცილინდრი როა მაგიტო არის რომ ესე დადის. წონა ნაკლებია. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოტოებიდან ამ მაგაზე ძლიერი შენ ჯერ არ გაგიტესტავს არაფერი. BMW არის G310 ერთადერთი მოტო ჯერჯერობით ჩვენს თავლაში, რომელიც მაგაზე ოდნავ ძლიერი არის. თუ მაგას აქვს 31-მდე ცხენის ძალა, იმას აქვს 34-35 ცხენის. ის ხო ერთი ცილინდრია. ისიც ერთი ცილინდრია. ერთი თვის წინ ვიჯექი 401-ზე, აი ძალიან პატარა კრუგი დავარტყი. ოპერასთან დავჯექი, ჩავედი დედაენასთან, ამოვრუნდი, ვეღარ მაინტერესებდა უბრალოდ რა. 401 ისა ხასპარნა? ულამაზესია, კი, აი ულამაზესი, მაგრამ ცოტა აი ისეთი იყო რა, მივა. ცოტა უხეში და ერთ ცილინდრიანი. ვაფშე სასქوارნა ძალიან უცნაური არის რა, სტრიტები ყავს 700-იანი ყავს ჩემს მეგობარს. 701 კი, ასევე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოტო. ერთ ცილინდრიანია ეგეც რა. ეს ხო არის? ეგ არის? F-თან შედარებით ალბათ საი ჯამურად რა, როგორ იგრძნობა რომ დადიხარ, ალბათ 1-30% უკეთესი არის. ფასში რა სხვაობაა? ფასში საახლოებით ეგეთი სხვაობა არის. აუ, სნაიპერია. ჰორსპაუერებში ზუსტად ეგეთი სხვაობა არის. სნაიპერია. ძალიან დიდი ინტერესი და ხალისი მაქვს და მუღამი კიდე სადმე ესე დიდ გზაზე წასვლის. აი მაგალითად 3 დღიანი საქართველოსიდან გაპარვა და რაღაც დაგეგმილი ის რო გქონდეს მარშრუტი და შემოვიაროთ აღმოსავლეთ ან დასავლეთ ან რომელიღაც საქართველოს. გავაკეთოთ აუცილებლად. აღისტორდება? ძალიან მაგრამ მაგას უხდება adventure მოტოები რა, ცოტა off-road-ს რო გაიარო და გამოიარო. თავისი მე რეიქაური ამბებითაც იქ რაც მოხდება რომ აი ყველაფრის დოკუმენტალისტიკა. სხვათა შორის გიგა მურღულია, რომელიც არის უდაბნო რალის ორგანიზატორი. გუპირდება რომ წაგვიყვანს ჰიროებით, 200 კუბიანი ჰიროებით, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ მჭდარხარ. ხო არა. უდაბნოში იმაზე რა ქვია, off-road ტურზე. უდაბნო არის აქ. უდაბნო არის სამცხე-ჯავახეთში. აი დავით გარეჯთან და მაგამბავთ. თითქოს სხვა კატეგორიები გამოვიდა რა. ეხლა აი ბოლო ათეულობით წლებში რომ სპორტული და უშუალოდ სტრიტი და ამ თვითონ სტრიტებშიც მე რო არის უკვე ჩაშლილი და სპორტი კრუიზერი ესე რაღაც არ ვიცი ერთ ალბათ 20-მდე კატეგორია არის ხო სხვადასხვა. კი. ადრე მოტოციკლეტი იყო, პროსტა მოტოციკლეტი რა. და ყველაფრისთვის იყო, ანუ ჩქარიც იყო, სუბუკიც იყო, off-road-ზეც დადიოდა, on-road-ზეც დადიოდა, ყველგან დადიოდა. და მე რაზეც ვზივარ, CB350 RS არის ყველაზე მიახლოებული მაგ მოტოციკლეტთან რა, რითიც დაიწყო ეს ისტორია. როგორც დაიწყო ეს ისტორია. ულამაზეს ადგილას მიმყავხართ. ამას სავარძელიც ძალიან კაია, ძალიან ვიწროა ეს სავარძელი. მე მგონი მე რო სუპერსკინი ვარ, მაგიტომ მოვირგე ესე ძალიან კარგად რა. ესე ძალიან დიდი პლუს. ხო, იმიტომ რომ აი ცოტა ისეთი განიერი უკანალის მქონე ადამიანს შეიძლება შეერჩოს და რო ადგება მოტოდან დამოყოს. ვიზუალურად არის ძალიან დიდი ეგ მოტო და ესე დიდი ზომის ადამიანებს უფრო ნაკლებად მოწონთ ხოლმე რომ ვიყოთ ობიექტურები. კი, და აი ესეც რომ მუხლები ერთმანეთთან ახლოს არის ველოსიპედივით. არის ბევრად კომფორტული, ვიდრე მაგალითად ჩემს ZX-6R-ზე. ცოტა ოდნავ უფრო კიდე მეტად დავარბილებდი დაკიდების სისტემას, რეგულირებადია სავარაუდოდ. კი, სხვადასხვა ამ სამი მოტოდან უკანა მოდი თუ გინდა დაკიდებაზე უცებ გეტყვი. კი, რა თქმა უნდა, მინდა. მე ხო იცი მაინც მაგაც კარგი დაკიდების სისტემაც მაგას აქვს. უკანა მოტო გაიმეტეთ ჩემთვის. ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება და ჩვენს გადამოშლებით. CB300-ს, რასაც ჩემს ხარ, უკანა რეგულირებადი მონოშოკი აქვს. 6 პოზიცია აქვს იმისთვის რომ დაარეგულიროს. ჩემი აზრით მეტიც არის რავი რა, ანუ 3 საქმეა ხოლმე. შეცვლის ჯდომის სიმაღლესაც ოდნავ და
შედარებით დაბალი მძღოლისთვისაც და სირბილეს რომ ჩამოაგდოს დაბლა, კი. CB300F აქვს ისევ მონოშოკ და ჩემსაც მერაზეც ვარ, როგორც old school მოტოციკლებს აქვს old school დაკიდების სისტემა, ორი ამორტიზატორი აქვს გვერდებზე. აჰა. რომელიც არ რეგულირდება. ეს არის რაც გვაქვს. მე რაზეც ვარ, ყველაზე მეტად მოგაგონებს ალბათ ჩოპერს. მაგრამ ძალიან კომფორტულია ეს ვარ შორის ესეც. ამობას დიდად არ ვიცნობ. ვარ კეთილში ვარ ხო? სამწუხაროდ მე აქ პირველად ვარ ახლა და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვი. აუ რა კაი ძალა აქ ამას, ბიჭო რა კაია. მოკლედ მე მიყვარს ძალიან სუბუქი ტრანსპორტი დიდი ძალით ქვევით. აბა გამოიცანი რა მოხდება ახლა. წავედით ბაკა. ალბათ ხედავთ ყველანი რომ დამრჩა ხელთათმანი. შავი მაქვს ხელები. საჭეზე რაღაც უსია. ეს არის ჩვენი საყვარელი კლიენტის ნათხოვარი მოტოციკლები, დიდი მადლობა გადავხადო მას. კაბინაში რო აქ არ გამომწყდეული და კონდიციონერი და მუსიკა და ყველაფერი რო არ გავს, მუსიკა აქ ისედაც მაქვს ინტერკომის მეშვეობით, თუმცა აი ის ფაქტი რომ ნახევრად ქუჩაში ხარ მაგარი სიამოვნება არის და ვერასდროს მაგის სიმულაციას ვერ გააკეთებ ვერც კაბრიოლეტით და ვერანაირი სხვა მანქანით, იმიტომ რომ არის ცუდი შედარება, სხვა ჩვენს ძალიან ბევრი ხმარობს მაგ შედარებას, რომ ფეხით საირნობას გავსო მოტოციკლი. აი სადაც გინდა იქვე ჩერდები, მისაჩერებელი ეს მოტორს ამე მიაგდო მაგის სიტუაცია სულ გაქვს. გზიდან სადაც გინდა გადაუხვევ, მანქანით ყველგან ვერ ეტევი, ამით ყველგან ეტევი. ავი პატარა ოფროუდზეც სპორტის გარდა მე მგონი ყველაფრით გადახვალ რა. და ბევრად მე თავისუფლებას გრძნობ. რა თხილად. და ამას აკეთებ კიდე მოტოც. მაგას აკეთებ მოტოს კინაო გადაგაფრთხილ ახლა მაგანა და მოდი მაგას მივდავაკეთებ. მეგობრებო, აი ეს არის ის ადგილი, სადაც მოვდიოდით. არ გადმოვარ. ძალიან ცხელა, ძალიან. რამდენი ფულა მივიღე ამ ადგილისთვის? ჩემი აზრით 10-დან. აი ძალიან უცნაური ადგილი არის რა, თითქოს ამხელა ინფრასტრუქტურა, ამდენი რკინა და ამდენი მატარებელი ერთად მე ცხოვრებაში არ მინდოდა. ცოტა იმიტომ რომ პრეფექტური იქნებოდა შესწორა შეგვიძლოს, მაგრამ ნუ ვიზუალურადაც ძალიან კაი არის. აი 10 იქნებოდა ჩემი აზრით აი შესრულებით. შევეცდებით რომ შევიდეთ აი მან. აი აქ. წავედით. ვარა, უცნაური ადგილია და რა კარგი. მეგონი აქ თვითონ ხარისხს ბევრად რბილია ვიდრე ეს. არა. მართლა? ოდნავ მაინც არ მოემატა ქულა ჩემო ფიქრებულ ადგილს. კი, ამ კაცმა ერთი ბალი მოგივატა. ხო, შეგასით. მეც მომატებდი ერთ. რის მაგივარ გახდა? აი ეს რა შემთხვევაში მოემატებოდა კიდე ერთ ქულა და 10 ქულიანი, 10 ბალიანი იქნებოდა. აი ამაში თუ შევიდოდით რა, აი ამ შორის. მოდი მან შესვლა არ მინდა. არც არავინ არ შეგუშვებს დიდად. კაი, მე მგონი ეგ არის. ეგ არის 9 ქულა სუპერსკინის. წავედით მეორე ადგილზე, შენ მოყვებით. Dude, ხო არ გადაობ, შესხვა რამე. ეგრევე რო თქვა რომ ის უფრო მომწონდა შეიძლება? ეგ სამ დაждდებოდი მანამდე იცოდი. მე მგონი საჭეს ამისი ბევრად ჯობია. კი და ესახელური რა. რაღაც ციფრული ვიტრიალებს, არა და შენ ხომ მითხარი რომ ძველებურია. მყარად გასგზაზე არის. ხო, თითქოს კი, სიმძიმეზე მე ვარ მაგითა და სიმძიმის ცენტრით როგორც და სხვანაირადაა. ხო, რა შეიძლება ახლა? 1, 2, წავიდა. აი სამივე ფლეპერგონი. ხო. 1, 2, 3. მეორედან გაგორებულზე ძალიან დაბალი სიჩქარიდან. აუ,
აუ, ყველამ გამასტრო ეს რა მოტოციკლეტი მომეცით. ბიჭო, მეორე სიჩქარი დავხნათ მაშინ რა. გიო, ფრთხილად მარცხნივ მანქანები გყავს. მეორე სიჩქარი დავხნათ, დავსყაროთ. და შუაში მე დამაყენეთ, რომ Insta 60-ზე კაი კადრი გამოვა. აჰა. გადადი. აი გარემო. მეხარიდან, მეორედან. დავითვალოთ, გავსწორდეთ. სწორდი. აი გარი, მეტნაკლებადობა. 1 2 3 უმომცეს რა. ოპა. 1 2 3 არა, სიბის ამასიერი უშანსოდ გტოვებს იმენა. Sneakers, all the boys want a picture. Mini skirt on, take my body in glitter. Platform sneakers, all the boys want a picture. 2 foreign cars, I make rich look richer. Save your breath, baby, I'm not going home with ya. Mini skirt on. 2 foreign cars, I make rich look richer. Save your breath. ერთი ორი სიტყვა გითხარი რა გვინდა აქ? რა ხდება საერთოდ? ეს არის ძველი საბჭოთა გაუქმებული უკვე საბაგირო, რომელიც მე მგონი ჩადის დელისზე, ხო, მე როგორც ვიცი. თუ ამოხავთ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ შეიძლება შიგნით იყოს ჩასავარდნი ადგილები ბევრი. არის. მან ზემოთ შეგვიძლია კი ზემოთ ავიდეთ თუ ნახოთ. წავედით. ბოლოს რო ვიყავი აქ ეს ნახატები არ იყო აქ. არც ქვემოთ ნახატები, ესეც სუახალი არის. ყოველ მოსხოდა სუახალი რაღაცა ემატება ტრაფიკი არტისტები ეს მოდიან ხოლმე აქ და ო, დაწყობი არტისტი. თუ გაქაც უფასო პალეტი. უფასო კედელი, გიზადა შეგიძლია დახატო ისე რომ არ დაგაჯარიმოს მერია. Save your breath, baby, I'm not going home with ya. მე უწერ 960. 9. რაში დააკელი ერთ? არაფერში სხვათა შორის. იცი რა შევაკელი? არ არის ისეთ უცნაურ ადგილს და განსხვავებულ ადგილს, როგორც დანარჩენი ლოკაციები იყო რა, ანუ ლისზე არის ფაქტიურად რა. მაგრამ თვითონ შენობასაც შეეხება, ავი 1000 რა. მე დაუწერდი ალბათ 800, ბაბათია. მასშტაბი აკლია. ხო, ეგ არის. მაგრამ ძალიან ლამაზია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ბრუტალიზმიც, აი, ძალიან მომწონს. მეც. ქულები ჩემსაც 10 ვერ დაუწერდა, ამიტომ იყოს 9. 9. მეც 9. ვიმოიგო? ცოტა დავიღალე, თქვენ ძალიან მიხარია რომ ხოძე ხართ ორივე. წავედით. ვაფშე არა ვარ ხოძე. ცოტა ამიდი რომ ვაფშე სხვა არის და სხვა გარო დავიწყეთ და სხვა გარო მთავრდება. კაი, რას ფიქრობთ, აბა? მოიგე ხო? თუ ვინ მოიგო? შენ მოიგე, აეროპორტი იყო შენი? შენ მოიგე ხო? მონო მოიგო ადგილებში, მოტოებში ვინ მოიგო? მაინც ეს არის ჩემი ფავორიტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად გამართული არის, ბევრი კარგად დადის და დახვეწილი არის, მე ჩემთვის ვიზუალურადაც და თარების გზნობა როგორც აქამდე თვითონ მიჩვენია ჩემს ერთ-ერთ. ოკეი, გიო შენ? შენ ეს ობიექტური იქნები ალბათ, არა? თუ რა? მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პროდუქტი ეს CB301 არის, საუკეთესო პროდუქტი. თავისი ფასიდან და შეზღუდვიდან გამომდინარე. მაგრამ როგორც მოტოციკლი CB301 იყო. ხო, მეც უნდა ვთქვა, რომ ცალსახად ეს არის ჩემი ფავორიტი. მე მეორე ქალაქისთვის ალბათ ჩემთვის იქნებოდა ეს, იმიტომ რომ დიდად იმ ვიზუალზე ვერ ვხვდები, მაგრამ მომიტევეთ, ეს არის შედარებით უფრო სუსტი ვერსია ამის რა, როგორც მივხვდი. კი. მაგრამ ნუ აი ეს ორივე სტრიტი და იგივე დანიშნულების. აჰა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დღისთვის. მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არ დავიხოცეთ, ცოცხლები ვართ. თვითონ ამარ ხო. მაგრამ ის მაინც ვერ გავიგეთ რა იყო აფეთქებების ხმები რო იყო, ვინმე თუ ისიც დაწერეთ, ძალიან გაგვახარებთ, იმიტომ რომ კიდე ძალიან მინდა რომ მოგიწოდოთ ხალხო, რომ თქვენი აზრით საინტერესო ადგილები ან დაგვილინკოთ, ან რა ვიცი შეგვიძლია ესეთი ვიდეოები ერთადაც გავაკეთოთ ხოლმე, გავიაროთ ხოლმე, გამოვიაროთ ხოლმე, გავიკატავთ ხოლმე. მოკლედ თუ რამე საინტერესო ადგილი იცით იმის მსგავსიან, თუნდაც განსხვავებული რაც დღეს გავიარეთ, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ და ხო, ამ სამი ადგილის მეფის სპინები იქნება აღწერაში. ძალიან დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, დროებით.
ეგ არის. ხო. ეგ არის.